ვა აბა რა ხდება ლენტეხში რამე გამაცანით, რამე რა საქმიანობენ, ზოგადად რა საკეთებენ. რა ვიცი ძმა, აი ერთადერთს ვაკვირდებით ჩვენი სკოლის უკან არის მიტოვებული სახლი, ხო ხედავ? და მან რაღაცა კივილებია და ვაშლი ერთნაირ ადგილზე და მაგის გამოკვლევისთვის აგეხმარები? რა ვიცი, რავი, ახლა სახლში ავალ და ვეტყვი ჩემს მშობლებს თუ შეიძლება რამე ისეთ საქმეში და ხო რა, ავიდეთ მე. მოკლედ აბა რა ხდება? მოკლედ ჩვენი სკოლის უკან არის მიტოვებული სახლი, რომელიც არ ვიცი რა ძალიან უცნაურად არის და გონია რომ ადამიანია, რა ვიცი, კივილისმა გაიგონეს, რა ვიცი, ბევრი რაღაცა და ვცდილობთ რომ რამენაირად დავგეგმოთ და მივიდეთ ხოლმე მაგ ადგილას და ისე შენ ვერ დაგეხმარები? კი, ძმა, შემიძლია დაგეხმაროთ, ეხლა ისეთი ხოძე ვარ, ეხლა დარტყმის. რა შეიძლება. კაი, აბა, რა ვიცი, ეხლა ვჭამოთ და მე ხო, დღეს 8 საათია და 9-ზე გვეწყება რა. დროზე ვჭამოთ, თუ რა გავაცდეთ სკოლას. რა ხდება? ზუსტად არ ვიცი ეს რა სიგნალია. უნდა მივიდე. მოკლედ ეს სიგნალი ნიშნავს, რომ იმ არსებას ის ნივთიერება ღამის 9 საათზე უნდა მივცე. ვა, ბარო? ვა, რევას, როგორ ხარ, ბიჭო? რა ვიცი, და მამა შენი სადაა ამდენი ხანი? არ ვიცი, აგერ არა საერთოდ. მთელი ერთი დღის მერე არასდროს არ დაბრუნებულა ტიპი. კაი. ვა, აგერ ამ სახლშიც არაა. ბიჭო, მაშინ თუ არ არის, აგერ მაშინ რამე გამარკვევთ, შეიძლება მოტასეს, ან რამე ქნეს, რამე ჯატუ გაუკეთეს. აბა რამე ვქნათ, კაცო? რა ვიცი, ძმა, აბა მიტოვებულ სახლში ხო არ იქნება, ძმა. შეიძლება სკოლის უკან რო არის რაღაცა მიტოვებული შენობა. შეიძლება მანდ იყოს, ბიჭო. ხომ მივიდეთ. ვა, ეგეც კაიაცია. წავიდეთ? ლაშნია. რა ვიცი რა პაუზის შემდეგ ვა, აბა რა ხდება? ჩემს არხზე. რომ გატყობდით, მე სოფლელი ჩამოვედი დედაქალაქში. რატო ჩამოვედი? კაი გასაგებია. დღევანდელ ვიდეოში რა ვიცი. რესტორანში და ამ რესტორანში ამას რა უნდა უკვე ჩემი ძმა ხო რა ხდება? აუ ბიჭო კიდე გვაშლია იმინა რა შეჭამა ტვინი დროზე მოდი რა. აუ ხო, კაი. ერთი საერთო აჰა, მივედით. ამაში არსება? ხო, კაი, შევედით რამდენი ხანი რას ვიცით. მიშველეთ ბიჭებო. მოდი აქ. დროზე დავიჭირე. სადაა კაცო ამდენი ხანი? რა ვიცი, ბერასთან იქნება? ერთ წუთს მომხედავ. კოტე! რა საკეთებს? ჩიმიკანე. რა გააკეთა? ჩიმი. გაიქცა ჩიმი. დავეციე დროზე. დროზე ბიჭებო, ჩემ სარდაფში წაიყვანეთ. ვა, მამა ჩიმი. ვა, ბიჭო, ვა, ჩიმი დავეცი. აუ, ჩემი, საწავიდა. ვახ, კი არა, ბიჭო, რასაც ვისათრებთ. ეს გამომეცნიერია. და რატო ათრევთ? იმიტომ რომ დაგვეხმარება ვიღაცა დიშლა არსების შესახებ. ხო და ეს მამაშენი არაა. შეიძლება იგივე ვერსიაა, უბრალოდ შეიძლება მამაშენი სადმე დარბაზში არის ამოტყდეული და კიდე იგივე ვერსია დაამატეს, რომ იაროს იქით და შეიძლება ადამიანი სადღაც აი ობიექტზე გადმოიყვანონ და რამე. ეხა ჯობს რომ წახვიდეთ სახლში და ჩვენ კიდე ვეცდებით რამე გავაკეთოთ. აბა, წახვედით. ამარჯობა, კაცო დეტექტივები, თქვენ ხართ აბა ხო? კი, მე გია ვარ მედუზურიძე და ეს კიდე აკაკი სირიძე. მოკლედ
ჩემ მეზობელს ყოველთვის უცნაური რაღაცა სჭირს თავის სახლთან. მოკლედ, ხან ვაშლები არის, ხან სისხლები აცხია. ერთხელ დანაც კი დავინახე სადღაც სამჯერ გაჭობილი სადღაც კედელზე. უკვე დღეს დილით გამოვიხედე მაგის სახლთან, ფანჯარასთან მოусმინე, რომ ლენტახში შავყურაშვილის 17-ში რაღაცა დაიბარესო და რა ვიცი, ამის გამოკვლევაში შეიძლება რამე საშიშროება, რა ვიცი რა. კიდე აქედა. კაი, მოკლედ გავიგებთ ამ ყველაფერს და სახლში ფაქტიურად, ჯერ სახელი მითხარით მაგის? მადუდუ მიცერიძე. სქესი? ვერ გავიგე, ეგ დედამ ხომ ამრობითია რა. ძალიან კაი. მოკლედ გავარკვევთ, რა ხდება და კაი რო დაგემშვიდობებით და ხვალ ტერიტორიულადაც ხმასაც გავიგებთ.